ისლამაბადიდან რამდენად სერიოზულად ეკიდება პაკისტანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ცდილობას, რომ ქვეყანა აბრაამის შეთანხმებებში ჩართოს. ეს აღიქმება როგორც რეალური დიპლომატიური ზეწოლა, თუ უფრო სურვილების სია, ან თუნდაც ყურადღების გადატანის მეთოდი ირანთან მოლაპარაკებების კონტექსტში, სადაც პაკისტანი აქტიურად მონაწილეობს. დიახ ნიკოლას, შეიძლება ნებისმიერი ამ ვარიანტიდან იყოს, მაგრამ თავარი რაც ამ დებატებში უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ლოგიკურია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს შემოთავაზოს. რატომ? იმიტომ რომ რეგიონში მიმდინარეობს დებატები. შეიძლება ეს არ იყოს იმ დონეზე, როგორც იცით სახელმწიფოთა ლიდერებს შორის, მაგრამ არსებობს დებატები, რომ არსებობს საერთო საფრთხე, რომელმაც შეერთებული შტატები, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ზოგიერთი მთავარი არაბული და მუსლიმური ქვეყანა დაახლოვა. და ისინი საერთო საფრთხის წინაშე დგანან ირანისა და ირანის პროქსების მხრიდან. ასე რომ ამის სასარგებლოდ არგუმენტიც არსებობს, ასე რომ ამაზე მიმდინარეობს დისკუსია. და უნდა გითხრათ, რომ როდესაც ვიცე-პრეზიდენტი JD Vance ისლამაბადს ეწვია, პაკისტანის მედიაში ამაზე დისკუსია გაიმართა, არა მთავრობის დონეზე. რა თქმა უნდა, მაგრამ ხალხი, იცით, პოლიტიკურ წრეებში მსჯელობდნენ, იქნებ ისლამაბადის მოლაპარაკებებში ისრაელიც უნდა ჩაერთოს, რადგან ისრაელი აშკარად მთავარი მოთამაშეა. და თუ გსურთ რეგიონში მშვიდობის მიღწევა და თუ გვინდა, რომ ისლამაბადის მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, შეიძლება ისრაელიც უნდა იყოს მაგიდასთან, აშშ-სა და სხვა მხარეებთან ერთად. ასე რომ რეგიონში ამაზე დებატები მიმდინარეობს. ეხლა ერთი რამ უნდა გახსოვდეთ. ამ შემთხვევაში აბრაამის შეთანხმებების შესახებ დებატებში ნიუანსები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დეტალები. რატომ? იმიტომ რომ რეალურად არც ერთი ქვეყანა რეგიონში, ვისი ლიდერებიც იმ ზარზე იყვნენ, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, როცა მან აბრაამის შეთანხმებების გაფართოების იდეა ირანის შეთანხმების ნაწილად წამოჭრა, არც ერთ ამ ქვეყანას ოფიციალურად საჯარო დავრუთქვამს შეუერთდება თუ არა აბრაამის შეთანხმებებს. ჩვენ გქონდა ანონიმური წყაროები, რომლებიც მათ სახელმწიფო ოფიციალურ მედია საშუალებებთან და სხვა არხებთან საუბრობდნენ. მაგრამ არავინ გამოვიდა ოფიციალურად უარის სათქმელად ან პირდაპირ პოზიციის დასაფიქსირებლად და სხვათა შორის ამას პაკისტანიც მოიცავს, რადგან პაკისტანის თავდაცვის მინისტრი ხვაჯა ასიფი, რომელიც სხვათა შორის პირდაპირ არ არის ჩართული ირანთან მოლაპარაკებებში. მაგრამ ის ძალიან აქტიურად გამოდის განცხადებებით, როცა საქმე გაზას, ომსა და ისრაელს ეხება. ის გამოვიდა ერთ-ერთ ტელეშოუში და თავისი აზრი დააფიქსირა და სხვათა შორის ნიკოლ ძალიან გაწონასწორებული იყო. ის მუდმივად იმეორებდა, რომ ეს მისი პირადი აზრი იყო. ამ ეტაპზე არ უნდა შევუერთდეთ აბრაამის შეთანხმებებს, მაგრამ გადაწყვეტილებას მთავრობას უტოვებ. ასე რომ ძალიან გაწონასწორებული და ფრთხილი იყო. ასე რომ არსებითად პაკისტანს ოფიციალურად არ გაუკეთებია განცხადება, რომ უარყოფს ან ეთანხმება იმას, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა. ჩვენ გქონდა სატელევიზიო talk-show, სადაც თავდაცვის მინისტრი სხვადასხვა საკითხზე საუბრობდა, შიდა პოლიტიკა, სხვა თემები, ირანის შეთანხმება და ასე შემდეგ. მას კითხეს აბრაამის შეთანხმებებზე და ის ძალიან ფრთხილად, ძალიან ზომიერად საუბრობდა, ამბობდა, ეს ჩემი აზრია, არ უნდა გავაკეთოთ. ასე რომ ძირითადად არც ერთი ქვეყანა საჯაროდ არ საუბრობს ამაზე, მაგრამ აზრი აქვს, რომ ისრაელთან ურთიერთობაზე ვისაუბროთ. რადგან ამ ქვეყნებმა ახლა ამ ომის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მათ ირანიდან საერთო საფრთხე აქვთ. ასე რომ ეს ერთი რამე. პაკისტანთან დაკავშირებით პაკისტანი ნანობს, რომ მას ირანიდან მომდინარე საერთო საფრთხე აქვს. პაკისტანი ასე გრძნობს. სულ 2 წლის წინ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ პაკისტანზე 3 რაკეტა გაუშვა, ხოლო პაკისტანმა პასუხად თავისი გამანადგურებელი თვითმფრინავები ირანში შეაგზავნა და საპასუხო დარტყმა მიაყენა. და ეს მოხდა 2024 წლის იანვარში. ეს რა თქმა უნდა თითქმის წელიწად ნახევრით ადრე მოხდა, ვიდრე ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანზე შეტევა დაიწყეს 2025 წლის ივნისში. და რა თქმა უნდა, ეხლა ეს ომი გვაქვს 28 თებერვალს. ასე რომ პაკისტანი და ირანი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ სტრატეგიული კონკურენტები იყვნენ. ისინი სტრატეგიულ კონკურენციაში იყვნენ სპარსეთის ყურეზე, ავღანეთზე, ავღანეთში გავლენაზე, ასევე სამხრეთ აზიაში გავლენასა და ინდოეთთან ურთიერთობაზე. ორივე ქვეყანას, ირანს და პაკისტანს, ინდოეთთან განსხვავებული ტიპის ურთიერთობები აქვთ. ამ ორ ქვეყანას სტრატეგიული კონკურენცია აქვთ, მაგრამ მათ კომუნიკაციის არხი შეინარჩუნეს, რომელსაც ახლა პრეზიდენტი ტრამპი იყენებს ირანთან სასაუბროდ. სწორედ აქ ჩაერთო პაკისტანი. ბევრმა ადამიანმა ნიკოლ სხვათა შორის არ იცის ეს, რომ პაკისტანს და ირანს 1979 წლის შემდეგ ძალიან რთული ურთიერთობა ჰქონდათ.
და ერთადერთი რამ, რაც ამ ქვეყნებს სრულმასშტაბიანი ომისგან აშორებდა, სწორედ ეს კომუნიკაციის არხი იყო. და რა თქმა უნდა ეს არ შეუშლია ხელი ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს, რომ რაკეტები ესროლა პაკისტანს და პაკისტანს ცხადია საპასუხო დარტყმა მიართმა მიერ. და ეს სხვათა შორის თუ გახსოვთ, ირანელები ამ დროს ამტკიცებდნენ, რომ პაკისტანში მოზადის ობიექტებს ესმოდნენ თავს, რაც ცხადია აბსურდული იყო. და პაკისტანმა განაცხადა, რა თქმა უნდა, რომ ეს სიმართლე არ იყო. შემდეგ ირანელები უკან დაიხიეს და თქვეს, იცით არა, მოიცადეთ, მე ამბოხეებს უტევდით. იმ დროს მათ ერაქსა და სირიაშიც მიიტანეს იერიში. ასე რომ თავარი ისაა პაკისტანი და მე დავასრულებ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. რაც შეეხება პაკისტანს, იცით, მე თითქმის 2000 წლეულია, რაც პაკისტანის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ვაშუქებ. და მხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აზრით პაკისტანის სახელმწიფოს სულს ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ისრაელთან. და თუ გახსოვთ სინამდვილეში პაკისტანის პრეზიდენტი მუშარაფი შეხვდა 2005 წელს მაშინდელ ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს, მგონი ნიუ-იორკში. და ის იყო პირველი ლიდერი დიდი მუსლიმური ქვეყნის, რომელმაც 2005 წელს ნიუ-იორკში ამერიკელი ებრაელი ლიდერების შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა. ეს დიდი ამბავი იყო. სხვათა შორის, სწორედ ამ დიდი გახსნისა და იმ დროის პაკისტანის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დავიწყეთ ამის ხილვა. მაგალითად, ისრაელმა გახსნა ეკონომიკური ოფისები, არა ზუსტად საელჩოები, არამედ ეკონომიკური ან ბიზნეს ოფისები დოხაში, ყაბაიში, დრში, დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. და რა თქმა უნდა, ეს იყო დასაწყისი იმ გრძელი პროცესისა, რომელიც მომდევნო 15 წლის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ 2020 წელს 5 ან 6 წლის წინ აბრაამის შეთანხმებებამდე მიიყვანა. ასე რომ პაკისტანი არის და სხვათა შორის პაკისტანისა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველად 2005 წელს შეხვდნენ ერთმანეთს პირველი ოფიციალური მთავრობათა შორისი შეხვედრა პაკისტანსა და ისრაელს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. შეხვედრა ნამდვილად დიდი ისტორია ამ ქვეყნების ურთიერთობებში. ახმედ ქურეში, მადლობა რომ შემოგვიერთდით ამ საკითხის განსახილველად. მადლობას გიხდით.